ჯეიმსი მამარდაზე, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდება. მერსისაიდული კლუბის ყოფილმა მეკარემ ქართველ კიპერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გაართმევს თავს. გიორგი მამარდაშვილმა ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ ZDZ-3 შეხვედრა გამართა ძირითად შემადგენლობაში და ახლა მომავალი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ლივერპული ბრენტფორდთან გამართავს. ბრიტანული პრესა ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი მამარდაშვილს აკრიტიკებს, მეორე კი აღნიშნავს, რომ ქართველი მეკარე სტაბილურად გამოიყურება. თუმცა ფაქტი ერთია, მერსისაიდულ კლუბს რთული პერიოდი აქვს და გიორგისაც ასეთ დროს მოუწია პირველ მეკარედ ყოფნა. ამის შესახებ ისაუბრა ლივერპულის ყოფილმა მეკარემ, დევიდ ჯეიმსმა, რომელიც ზუსტად იგივეს ამბობს და იმასაც აღნიშნავს, რომ მამარდაშვილი ყველაფერს თავს გაართმევს. ახლა ლივერპული კარგ ფორმაში არაა. შედეგებიც მათ სასიკეთოდ არ მოქმედებს. ის ახლა ასეთ გუნდში მოხვდა, ასე რომ მისთვის ეს ძალიან სწრაფად სწავლის პროცესი იქნება. მომდევნო კვირებში მათ მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვთ. 29 მილიონი ფუნტი, ის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. ამდენი ფული დახარჯეს და ერთი წლით იჯარით გაუშვეს, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციებთან გამკლავება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გაართმევს თავს, აღნიშნა ჯეიმსმა. ყოფილი ინგლისელი მეკარე ალისონის შესაძლო დაბრუნებაზეც ლაპარაკობს. ჩვეულებრივ ჩემს კარიერას როცა ვიხსენებ, გუნდში იმიტომ გაბრუნებენ, რომ ადამიანი, რომელსაც შეცვლი, ცუდ ფორმაშია. თუ მეკარე ცუდ ფორმაშია, მაშინ გუნდი ცუდად გამოიყურება. შესაბამისად, ეს გარკვეულწილად ზეწოლას ზრდის. ჯეიმსმა ევრო 2024-ზე ქართველი მეკარის პერფორმანსი გაიხსენა. მამარდაშვილი შესანიშნავი იყო ბურთების მოგერიებების დროს. ლივერპულს პრემიერლიგაში ZDZ-3 მარცხი აქვს. 15 ქულით მერსისაიდელები მეს-3 ადგილზე იმყოფებიან და 4 ქულით ჩამორჩებიან პირველ ადგილზე მყოფ არსენალს.